ქუთაისო ჩემო დედულეთო გულის საგულედან აღლავის ამომენტო ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო ძველი ჯაჭვის ხიდი არა მოშალო ღმერთო მომენატრე ძლიერ გეფერები ბებსო ძველებურად მშვიდა და თვლებს ბავშვობის ეზო შემოვირბენ გელად სათაფლის მთებსო ვიონის პირჩუბად ჩუმად დავღრიცრემსო დიდი მადლობა თითოეულს მობრძანებისთვის და პირველ რიგში აი ამ პროექტში მონაწილეობისთვის. მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ პროექტი, რომელიც შემდეგ იქცა პროექტად და ეს არ ყოფილა თავიდან პროექტის სახელით, ეს იყო გრძნობა, რომელიც მე ყოველდღიურად გავასაჯარავე თითოეული ადამიანის მისამართით. ყველაფერი დაიწყო ისე, რომ ალბათ ხდება მომენტი, როცა ადამიანს ეძალება ისეთი განცდა, რომელიც არის სხვისი მისამართით მოფერება, ხო? მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს გრძნობა მოჭარბებულად მაქვს. მაშინ, როცა დღეს სამწუხაროდ ძალიან ნაკლებად ვეფერებით ერთმანეთს, ძალიან ნაკლებად ვეუბნებით გულწრფელად სასიყვარულო და მოსაფერებელ სიტყვებს და მე არ მინდა რომ უფალს ჩვენ ამით ვაწყენინოთ და მე კიდევ ერთხელ მადლობა უფალს, რომ ეს განცდა რაღაცნაირად იმ დროს 2019 წელს მოჭარბებულად გამიჩნდა. მყავდა ერთი ლექტორი, როდესაც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, ფსიქოლოგიის ლექტორი და ყოველთვის გვესაუბრებოდა ბედნიერებაზე. ლექტორი, რომელიც შემოდიოდა ლექციაზე და იწყებდა აბა წინა ლექციის შემდეგ ვინ განსაზღვრეთ, იფიქრეთ იმაზე თუ რა არის ბედნიერება. რა თქმა უნდა, ზოგისთვის რა იყო ბედნიერება, ზოგისთვის რა და ყველას ჩვენი ვერსია გვქონდა, მაგრამ ის გვეტყოდა ბოლოს, რომ ბედნიერებას სახელი არ აქვს. მას გვია ბედნიერება და ის არის ის რაღაც. და ის რაღაც ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო. არადა ჩვენ ცხოვრებაში ბევრი ის რაღაც არის, რაც ხშირად გვაბედნიერებს ხოლმე და ბედნიერება უსაცრულო არ გახლავთ ჩემო ძვირფასებო. როცა არსებობს, მაშინ ჭირდება მოფრთხილება და შეიძლება იყოს მომენტალური გაელვება. თუნდაც ამ მომენტალური გაელვებით გამობედნიერებელი ადამიანებიც კი მყავს მე ამ რუბრიკაში მოქცეული, მათ პიროვნებებს, პერსონებს ვუწოდებ, რა თქმა უნდა, და მინდა თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მე ვარ ბედნიერი შენით. ერთ დღესაც ერთი ძვირფასი პოეტის იუბილეზე ვიმყოფებოდი და როცა ჩემი სიტყვის ჯერი დადგა, იმდენი ვისაუბრე, რომ მაინც უკმაყოფილების განცდა გამიჩნდა, რომ რაღაცნაირად როგორც მიყვარდა, ისე ვერ ავხსენი. არადა მე მომერიდა საზოგადოებასთან კიდევ უფრო გამეგრძელებინა საუბარი და მის მიმართ დამოკიდებულებაზე აქცენტების გაკეთება და როცა დავუბრუნდი ჩემს სპას, მაშინ გამახსენდა ჩემი ლექტორის სიტყვები, რომ ბედნიერება ის რაღაც არის და ეს ფრაზა სწორედ მაშინ მოვიდა, რომ მეთქი ამდენ საუბარს ხო შეიძლებოდა ერთი სიტყვით მე თქვა, რომ ერთი ფრაზით, რომ მე ვარ ბედნიერი შენით. აი მაშინ გაჩნდა ეს ფრაზა და მე რომ ვიფიქრე, აი რამდენი ადამიანისთვის მაქვს მე ეს სიტყვა სათქმელი. მე ვარ ბედნიერი შენით. შეიძლება ისე ვერ ვუხსნიდეთ ერთმანეთს სიყვარულს, ხშირად შევხვდებით, მოვიკითხავთ რაღაცნაირად და მე მეფიქრება ხოლმე ხო შეიძლება და უფრო მეტი მეთქვა რაღაც და ამიტომ სწორედ ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ მოდი ამას Facebook-ის რუბრიკად ვაქცევ და კიდევ ვიმეორებ ეს რუბრიკა არ გახლავთ პროექტი. ეს იყო გრძნობა, რომლითაც მე მინდოდა, რომ თუნდაც უბრალოდ გამარჯობა გვაქვს ადამიანს ნათქვამი და ასეთსაც მოვფერებოდი. შეიძლება არ მოვეფერო ისეთ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით არის. უბრალოდ რა არის, იცით, აი ის გამარჯობა, როცა ქუჩაში შევხვდით და მომესალმეთ, შეიძლება იყო ისეთი განწყობის განმტაცებელი, რომელიც იმ დროს ჩემთვის არ იყო სასურველი განწყობა, არ იყო შესაფერისი განწყობა და ასე შემდეგ და შენმა მოსიყვარულება მიქნებ მე იმ დროს რაღაცნაირად ემოცია გადამირჩინა და სწორედ ეს არის ბედნიერება და მე ვეთანხმები ჩემს პედაგოგს, ლექტორს რომან მიქაუტაძეს დაადგეს ნათელი მის ხსოვნას, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არაფერი არ ხდება, რაღაცნაირად ფესვები იმ ანუ ეს პიროვნება გახლავთ ამ ყველაფრისა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მასწავლებელი გყავს.
უმრავლესო მეგობრებო, თქვენ აქ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მარტო ქუთაისში არ ცხოვრობთ, ხართ მობრძანებული სტუმრები ჩვენს ქალაქში, უმრავლესობა და დიდ მადლობას გიხდით, რომ ამ სულსხიან ზამთარში მობრძანდით ჩვენთან და ჩემი ბედნიერება თქვენი სიყვარულითაც სამიდასტურეთ. მე დიდი ხანი მომიწია ამ პროექტზე მუშაობა, არ მეგონა თუ ამდენი ხანი დაჭირდებოდა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად მეგონა. თურმე ამდენ ადამიანთან ერთად ურთიერთობა მარტივი სულაც არ ყოფილა. თუმცა მე 2019 წლიდან დღემდე ვინც კი გავაშუქე ამ რუბრიკით, ყველა არ არის აქ მოქცეული, რა თქმა უნდა, მეორე წიგნსაც ვაპირებ და ეს თავად ეს რუბრიკაც გაგრძელდება. მე ერთხელ ტელევიზიაში მკითხეს, რომ არ მოიწურა ეს ადამიანები შენ ცხოვრებაში, ვისაც ეტყოდი ამ სიტყვებს, მე ვარ ბედნიერი შენით. საბედნიეროდ არ მოიწურა, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები მხვდებიან, მთლიანად თუ განვიხილავთ პიროვნებას, ძალიან ბევრ ნაკლს ვიპოვით. ძალიან ბევრ ნაკლს, მაგრამ პიროვნება არ განვიხილოთ, როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით. მე აღვნიშნეთ, ეხლა შეიძლება ერთი გამარჯვებითაც კი გავხდეთ ბედნიერი თქვენით და ამიტომ მე არ მაინტერესებს ის პიროვნება ზოგადად როგორია, ან ვინმეს თვალში, ან თუნდაც ჩემს თვალში საერთო პიროვნება რომ განვიხილო. ძალიან კარგი და ბევრი პროექტი აქვს ნადიას გაკეთებული, ერთ-ერთი იყო თურქეთელ ქართველებთან დაკავშირებით და მე როგორც სტამბოლში მოღვაწე ქართველი, მეც ვიყავი ამ ღონისძიების წევრი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ნადიას, არაჩვეულებრივი იდეა, არაჩვეულებრივი პროექტია და მინდა უსურვო ძალიან ბევრი წარმატება და ძალიან კარგი და ახალი იდეების განხორციელება. ძალიან მიხარია რომ ეს აქ თქვენს შორის ვართ ესეთი ნაღები საზოგადოება. ყველანი უკვე ძალიან მიყვარხართ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი კეთილი საქმის ნაწილი ვართ. ნაცია არის ერთი დიდი მოსიარულე კეთილი გული, როდესაც მოვიდა შეწყობინება ჩემს სახელზე Facebook-ზე და გავხსენე და დავინახე რომ ამ პროექტის ერთ-ერთი პერსონა ვიყავი, უბრალოდ არ შემიძლია გადმოვცე ის მადლიერება, რაც მინუცში დამეუფლა და მომყვება დღემდე უკვე ამდენი ხანია. უდიდესი მადლია ნათია შენგან ეს საქმე, იმიტომ რომ ამ სამყაროს გაცივებულ პერიოდში, როცა ასეთ ციფროს გადმოსცემს ადამიანი და ამისი ამხელა ნიჭი და უნარი აქვს, ეს არის ძალიან დიდი მესიჯი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ჩვენც ვიყოთ შენაირად კეთილები და უხვად გავცეთ ეს სიკეთე. ძალიან დიდი მადლობა საყვარელ თითოეული პროექტი შენი გადაავისა, ყველა ისეთი კეთილია, ყველა ისეთი სიტყვოთია სავსე, რომ არ ვიცი, როცა იტანიტა მომხელა სიტყვას და ძალიან მინდა რომ მეც ვიყო შენაირი. ბედნიერი მიდარი ჩემო ნათია არის ჩემთვის ხალიშვილი. შეიძლება მოკლედ საყარელი არის საერთოდ არ არსებობს ეს არის ნათია ჩემი სულიერი და უკიდან გამოსავალი ხალიშვილი. დავადი სიხარული მაჩუკა ჩემი ნათია არის ალბათ პლანეტის რომ არის მიდარი მეების საუკეთესო ადამიანი სერგულის პატრონი და დადისა ყველგან სიკეთეს ასკილებს. ჩვენ ქალაქსა და ჩვენ სახელმწიფოში შეგეწიოთ უფალი, მადლობა დღევანდელს, მე დღეს ინტერვიუში ვითხარი და ამაზე მეტი არც არის ბევრი საუბარი საჭირო, რამე თუ როცა ადამიანი გეტყვის მე ვარ ბედნიერი შენთვის, მე იმ წუთში გაგახსენდება მშობელი, შვილი, შეყვარებული და ბოლოს მაინც მივდივართ იქამდე, რომ ეს ყველაფერი უფლამდე ადის და უფლის
დენა ტევადობა აქვს, მე ვარ ბედნიერი შენთვის. უფალი შეგეთიო თქვენ დღევანდელ აი ნაშრომს მიხარია ჩემი მესოვნახი აქ და ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც რამოდენიმე კვირა არ მინახია, დაგლოცოთ უფალმა, შეგეციოთ უფალი და ძალიან კარგი იქნება ტევადობაში კიდე რამოდენიმე წიგნიც არ ეყოფა ნელ-ნელა მე ვარ ბედნიერი შენთვის ათქვევიებს. უფალი კიდე ბევრს და კიდე გაგრძელდება ეს საქმე, ძალიან საშუალო საქმეა, გილოცა. რამოდენიმე წლის წინ უნიზებაზის ვახე და ახლა სამწუხაროდ პაპა ბარხი სოსი ასაკეთებს ბარბაიც ეტაკი როგორ შეიძლება პირადად აღიძროთ და მოსამერებელი ადამიანები ახლა დიდი მადლობა დიდი ერთი რაღაცა დავამატო მე ყავს მოხუცი დედა ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ვრის და ყველაზე მეტად მიხარი დედა ჩემს მე უკითხავ ხოლმე ამას და რომელიც ახლა წამოსული ვარ ელოდება როდის მივა და წავუკითხავ მადლობა ბედნიერება, სიყვარული, ბედნიერება, мотивация, მხარდაჭერა, სითბო, რომელსაც ქალბატონი ნათია დღეს ჩვენ გვიძღვნის და ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როდესაც გამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ მივიღებდი ამ პროექტში მონაწილეობას და რა თქმა უნდა, დიახ, იმიტომ რომ ამ ასე ვთქვათ ხანმოკლე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაბედნიეროთ ერთმანეთი. თვითონ სიყვა ბედნიერება ყველაფერს ნიშნავს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დამსწრე საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრჯერ მოვეწეს შესაძლებლობა ერთმანეთს უთხრათ. მე ვარ ბედნიერი შენ. ბედნიერება რომ აი ამ თემი ადამიანი არსებობს ჩემს ცხოვრებაში და ნათია ბედნიერება იმით რომ გამხადე ამ რუბრიკის ღირსი. იმიტომ რომ ქვიშე და გამიმეორებთ რომ უბრალოდ სიყვარული და მეგობრობა არ მოდის. ალბათ რაღაც მაინც უნდა გადაიკვეთოს, რაღაც მაინც უნდა არსებობდეს ადამიანებს შორის, რომ ეს ყველაფერი ამ დონემდე მივიდეს. სამყაროში ძალიან ბევრი ემოცია ადამიანები რომ გავცემთ და ვიღებთ. და ერთ დილით ვიღვიძებ, შევდივარ როგორც თქვა ნათია, ინტერნეტში ჩემს გვერდზე ხდება რაღაც საოცრად სასიხარულო სიყვარულით სიკეთე და სითბოთის სავსე პოსტი და არ ვიცი მოკლედ იმხელა ბედნიერება იყო ამას ალბათ სიტყვებით ვერ გამოხატა. აი ესე ბაბედნიეროთ ადამიანობა ერთმანეთი. იმიტომ რომ ამია წუთისოფლები და ამ წუთისოფლებში რაც უფრო მეტად შევძლებთ ერთმანეთის განხარებას, ერთმანეთის გაბედნიერებას, ამაზე დიდი მადლობა არსებობს. მიყვარხარ და კიდევ ერთხელ მადლობა. მოგესალმებით, მშვიდობას გისურვებთ. დღევანდელი დღე ჩემი აზრით ერთ-ერთი სადღესასწაულო დღე არის საახალწლო დღეებს შორის. იმიტომ რომ დღევანდელი დღე ბედნიერებითაა სავსე. ერთი ადამიანის ბედნიერება შენ რამდენი სხერხარ ხარ და ყველას ბედნიერებაში კინძულია დღეს და უდიდესი ბედნიერება სულებს არიან დარბაზში დღეს. და ამიტომ მე მადლობა მინდა უთხრა ნათიას იმისთვის რომ ეს რუბრიკა შექმნა. ეს მართლა ასე არ იქნება რომ თქვა და ემოცია არა ეს ემოცია შინაგან დაგუბებულმა გრძნობა მოგარნახა და ასეთი გრძნობის მატარებელი რო არის ნათია ეს დიდი ადამიანი მე ამას ხას დიდი ადამიანი და ის ამას ძალიან დიდი პროექტი აქვს ხელმძღვანელობა კონდექში თუმცა და ასე შემდეგ მაგრამ თავი არის ის რომ ის ბედნიერებას განიცდის. დიდი მადლობა ყველას. ამ ბედნიერი იანვრის დღეების მერე ესეთი ბონუსი ბედნიერი დღე არის ჩვენთვის ნათლის დღემდე. მადლობა მისთვის ქალბატონ ნათიას. რაც მე ვარ მარტვილიდან, კონკრეტულად სოფელში ხაინდრავ და რომლის ერთადერთი საპატიო მოქალაქეა ქალბატონი ნათია ოფიციალურად ჩვენმა სოფელმა მას დიდი დობა სიყვარული და პატივისცემა გამოუცხადა და დღეს მომაქვს მე მათი სიყვარული თქვენამდე და მოკითხვა დიდი. რაც შეეხება წიგნში მოხვედრას, ეს მავალდებულებს იმას, რომ ბედნიერება მივაჭრეთ ადამიანებმა ერთმანეთს და სიყვარულთან ერთად ბედნიერებითაც დავატრიალოთ დედამიწა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და მხოლოდ დღევანდელი დღისთვის არა, თქვენი მოღვაწეობა, თქვენი ცხოვრება და დღევანდელი დღე არის იმის დასტური, რომ უსაყვარლესი ადამიანი ხართ, თქვენი შემოქმედებით იმდენად მომნოსხველია თქვენი სახე, თქვენი ბედნიერება იმდენად გადამდებია, რომ დღესაც ახსოვებთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს მასწავლებლებს და ჩვენ სკოლაში
ძალიან ბევრჯერ იყო ესეთი ინიციატივა, რომ იქნებ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ საღამო. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ ერთ პატარა სოფელში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოკრძალებულ სკოლაში მოვდადით და მთელი დღე დაგვირთმეთ. ძალიან დიდი მადლობა საზოგადოება იმდენად ღირსეულია დღეს აქ წარმოდგენილი, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანების გვერდით ყოფნა. მე ვარ ბედნიერი თქვენით დღეს. უდიდესი ფილოსოფოსი წერდა, რომ ყოველ ადამიანში გზია აუღოთ მიეცით საშუალება, რომ ანაწილსო. და ჩვენმა დიდმა გალაქტიორმა თავისებური მაღალ მხატვრობებით წარმოადგინა ეს ფრაზა. ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის კაცი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება. ადამიანის აღმოჩენის უნარი რომ გაქვთ, თითოეულ თქვენგანს მადლობა ამისთვის. განსაკუთრებული მადლობა უნიჭერეს ნაციას, ღვთისმოძღვრული ნიჭი და უნარია ეს ადამიანის დანახვის და ადამიანის აღმოჩენის უნარი. მინდა მოგიხოცოთ ახალი 2026 წელი, მინდა ყველაზე სრული ჯანმრთელობა, ბედნიერება, მშვიდობა და ბევრი წარმატება. ნათია, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენც ვართ ბედნიერი შენით, მინდა ბევრი წარმატება გისურვო, კიდევ ბევრი იდეა და ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელებას გისურვებ. შემოგვიფასებო სიყვარულს ცხადებს, სიყვარული განახსნა და დააგებდა. სხვა რაოდენობით მართლა ბედნიერება, თქვენი შემოგვიფასებული ჩემი თანაქალაქელები ხართ და ყოველთვის სიამოვნებთ თქვენთან შეხვედრა, თქვენ დაჯი შემოვიდა და ხმამაღლად დაჯი შემოდია, ამამი ვარ გენათვალი თქვენთან და მიყვარხარ და ღმერთმა ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ ჩვენ. ერთი ლექსი წარმოგიხსენე. ხუთის ანგელოზო მაინც წამიკითხე, კაი დღეებია. ხანახან მავიწყდება ხოლმე დამდება. კარგი, შენ სისხლო შემოსა და დაღვიო. შენ სადარ ხვრებ და შავი ყორანი, ვინ გაგაკვიროს, რამ გაგაკვიროს. ნაგიტგორანი, ნაშამქორანი. შენ სისხლო ჩემო. შენი დინება მეფხის წყალს ხშირად მიგვინია სიტყვა, რომელიც გეჭოთირება ვცდილობ, გაშრო რაც შემიძლია. შენ სისხლო ჩემო, სისხლო ხნიერო, დამცრომელო და უცნაურო. საბედნიერო, ჰაი რომ კიდევ ხმარ. მართლა გულისხმობ, რომ პოზიტივი დამოკიდებულებით ემოცი ნამდვილად გამოვედინე. ამ საზოგადოების წინაშე ყოფნა კიდევ ადამიანის სამართლის და მინდა გისურვო, რომ წარმატებით სამართლის საუკეთესო ყოველთვის მადლობა. რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც ამ პროექტის სათაური ამბობს. მე ვარ ბედნიერი შენით. ბედნიერება გადამდები არის, როგორც ვირუსი არის გადამდები და დღეს მე ამ დარბაზში ამდენ ღირსეულ ბედნიერ ადამიანს ვხედავ. ძალიან დიდი ბედნიერება, რა თქმა უნდა, არის. ცოტა სხვანაირად გავიხსენებ იმ მომენტს, პანდემიის პერიოდი იყო ზუსტად რიცხვიც არ მახსოვს და თვეც არ მახსოვს და აი ყველაფერი გაჩერებულია სოფელში წავედით მე და ჩემი მეუღლე და იქ რაღაც საქმეებს ვაკეთებ, ინტერნეტი საერთოდ ვისჭირდება, რა იქნება მეორე დღეს ან ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ არავინ არ ვიცით. და მირეკავ ტელეფონზე და შენი პოსტი ნახე ნანა და ლოცავ და როგორ და რანაირად. მე მგონია რომელიღაცა ღონისძიების პოსტი მაქვს დადებული და აზრზე წარმოდგენა არა მაქვს აზრზე. ხო, მადლობა, ხო, გადასარევი ბავშვები მყავს და ასე და ესე. და ერთმა გამაგებინა რომ კაბა გაცია, რა კარგი კაბა გაცია, ჯოხა როგორ გიხდება. რაღაცა ეს იყო სადღაც კორპორატიულზე ერთი წლის წინანდელი ამბავი იყო და ეხლა ნახა მეთქი ეს პოსტი ამ ქალბატონმა მეთქი და ნახე ინტერნეტში რა კარგი სტატია ვიკადრე ჩავდე ინტერნეტი და ხედავ ნათიას რუბრიკას და აი არ ვიცი ემოციურად შევიყვირე თუ აიყო და დედა ჩემი მოვა და
წონებული და მეუბნება რა მოხდაო შენო ხომ მშვიდობაო ხო არაფერი ხდება კიდევ არა მეუთხარი დედიკო მეთქი ესე მეთქი ნათიას იცნობდა გადმოცემი და ესე მეთქი დაუწერია მეთქი და დედა ჩემი წრევლები ხაც თავწინ დგას ის დღეს ცოცხალი არ არის ალბათ როგორ განიხარეთ და მომეწოთ მადლობა ნათიანის ხალხისთვის რომელიც მაშინ გვანიჭე და მე ხა ძმჯერა რომ ის გამიცდის იმ ბედნიერებას რასაც და სიამაყეს რასაც მე ამ წუთებში გამიცემა პატივდრა დიდი მადლობა ნათია ამ შესაძლებლობისთვის სტიმულისთვის დაფასებისთვის დღეს ვერაფერ ვერ გავაპირებთ ერთმანეთს გარდა სიყვარულისა მადლობა სიყვარულისთვის ბედნიერი წელი ყველას უფალმა დაგმოწმოთ გაიხარეთ მოგესალმებით ასე იგი ცოტა ხელავდიც ძალიან დიდი პატივია მოხდეს ესეთ წიგნში რომელსაც სახელწოდება აქვს ვეღარ ბედნიერი შენით და მართლა ძალიან დიდი ბედნიერება დიდი მადლობა ნათია ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ ნამდვილად სითბოს სიყვარულის მატარებელი ადამიანი და მე მინდა რომ ძალიან ბევრი ნათია ყავდეს ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას გიბრალოთ ღერთმა ბედნიერი დღეები და მადლობელი ვარ რომ დაასახელებთ აქ სილამაზეა აქ სიჩაუქეა გული სიკეთისა შვენით მზის თეატრი ხარობს მზის თეატრი მღერის მე ვარ ბედნიერი შენით შენით ჩოხოსანო ქართველო ვაჟკაცო სამშობლოს გულმკერდით რომ იცავ შენით გიშრის თვალა ლამაზო ასულო ხატის წინ სიყვარულს რომ ფიცავ შენით ქალბატონო ნაღვაწო ნაშრომო თაობას რომ გაეგე ხიდან შენით ჭარმაგო შენ ჩემო ბატონო წინ რომ მიგვიწვევი გიდან ჰეი შენ მგოსანო თკბილად მოუბარო ლექსით სიმართლე რომ გითქვას საზღვრის აქეთ-იქეთ თანამოწმეთათვის მიგავს სიყვარული მიგავს მე ამ სილამაზეს როგორ არ უმღერო როგორ არ შევამყოფერით მე ვარ ბედნიერი მე ვარ ბედნიერი მე ვარ ბედნიერი თქვენ პირველ ყოვლისა ის რომ მე ქუთაისში სტუმრად არ ვცნობ კაიხანია თავს მეორე ის რომ შენ რამდენჯერაც მომეწე მამის შესაძლებლობა გიხდი მადლობას იმისთვის რომ 2019 წელს ჩემი წიგნის პირველი პრემიერა შენ გააკეთე ქუთაისში მეორე ამისთვის გიხდი მადლობას მე ძალიან კარგად მახსოვს ის ჩვენი სურპრიზი და შენი მოულოდა ბედნიერებისგან გამწირებული სახე როცა მეგას დაჯილდოებაზე დარბაზის შუაგულიდან მოგიწია სცენაზე ამოსვლა კი არა პირველად ნახე ფინავითებშიც კი მინახავთ ფინავითი ყავი პირველად ეს ამოფრინდა პირდაპირ სცენაზე და მაშინ მივხვდი რას ნიშნავს ამ ადამიანისთვის ბედნიერება ეხლა მე ჩემი ბუნებით კი ვიცის ყველამ დაგოს საკმაოდ ხისტი ადამიანი ვარ შე შემთხვევაში ენაც მისწრებს ხოლმე რაღაცა ფარდობს ვსწრები ხოლმე მაგრამ მიყვარს ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ბედნიერების დაცვა თავისი კი არა სხვისი ბედნიერების დაცვა და როცა ამ ბედნიერების დაცვაში არ უწევს თქვა თავისი ფიზიკური ძალის და სიხისის გამორება მე სამწუხაროდ ესეთი ნათია არის ზუსტად ისე რომელსაც ენით შეუძლია დაიცვას სხვისი ბედნიერება და ამიტომ ავსებთ ალბათ ჩვენ ერთმანეთს რომ თან ქუთაისში ვარ და ხა ქუთაის არ ესწავლება არც ვაჟკაცობა მე ქუთაის მამა სწავლა ვაჟკაცობა სხვათა შორის და ხო და ეს დაძველი ისტორია მე ბევრჯერ მაგ ტელევიზიაში ნახევ სხვათვარბე პირველ შეყოლები ქუთაისელი და აბლონს გოგონა აქედან გამომდინარე მაშინ ვისწავლე რას ნიშნავს ქუთაისელებთან ურთიერთობა და ვაჟკაცებთან ურთიერთობა ხა ფეისბუქით ყველა დედას ვაგინებ ერთმანეთს ეს არა მაინც მისაღებ შენ რომ ბედნიერების დაცვა შეგიძლია იმას გაუმარჯოს და მე კიდე პირველად შემოწვა ასე საჯაროდ რომ რისი ახლა გეტყვით რა გენდერული თანასწორობა არის დაგვეული ქალბატონები მეტი მიხართ თქო რას ვამბობთ მე შემთხვევა რისი იცი და მაგას ახსნათ მაგრამ რა მნიშვნელობა ქალბატონებმა მიართოს პავლე და მე სულ არ მეინტერესა რომ მოვიფიქრო გზაში მაინც მეყიდა სამი ზესტაფონში და პავლე მომეტანა ადამიანს მაგვია არასოდეს არ ბოდის იხდი და
რაკეცურად აღიჩება ეს ჩემი სადარი გადაგებული ხორცი. მაგრამ შეგეცოდრო. ის ასე მოცლილად პირველად დაგინახე ფოტოში ასე მოცლილი ადამიანები დგას და საქმეში. ეგ რო გითხრა ის გადაღებული არის მუზა პაშავის გადაღებული, რომელმაც უდიპლომო სასიძის ფონდის ახალა და ესე უდიპლომო სასიძის გადამაგებულია ეგ სურათი. სხვაჟორს ნუგზას გუშინ შეუსრულდა 80 და ის 94 წელი და მიგულაცობდა ჩავდა მეგობრე ნახე შენ სახელი აი ამ მიგულებს გრილია თქვენი ჩემი წიგნი. აუცილებლად აქ არის აგერ თქვენი წიგნი მესო გამომართვით შემოწმებასო. რა თქმა უნდა პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ გილოცავთ მოგზაურებულ ახალ წელს საშუალებას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფილოსოფიაში არსებობს 6 კატეგორია და ერთი კატეგორია ფორმის და შინაარსის კატეგორია. დიდი მადლობას მოასწრებ ფორმით და შინაარსით წინვალი ქალბატონს, ქალბატონ ნათიას ამ სიყვარულების ძივა დაკინძვისათვის და როდესაც დიდი სიყვარული ქვია და მახსენდება დარიან ჭანდურიას ერთი პატარა სტროფი. თუ კეცებზე კეცები დებს და კეცები თქვება კეცი, მაშინ არის ბედნიერი გულით გული კაცით კაცი. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ქუთაისში დავიბადე და ქუთაისში ვარ. იმიტომ რომ არსად დამიჯერეთ მომიწვას ურავი, არსად აი ესეთი სათავე და ასეთი ფრაზით წიგნი არ გამოვიდოდა. ეს გამოვიდოდა მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისში. მე მინდა დავიწყო რა თქმა უნდა ეს საუბარი იმით რომ მე ვარ ბედნიერი შენ. მე ბედნიერება თვითონ სიტყვა არის ბედნიერება. მე ვარ ბედნიერი შენ, როცა ამას ადამიანი გეუბნება, ეს კიდე არ ვიცი როგორი ბედნიერებაა. ერთი დილით როცა თვალს ვახე, მე და ნათია შორის ძალიან ბევრი რაც ვიცნობ ერთმანეთს და მოვყვებთ მეგობრობ, ძალიან ბევრი სასიხარულო დღეები უჩუქნებია და გადულია ერთად. მაგრამ ეს იყო ჩემთვის პირველი და განსაკუთრებული, როცა გავახილე თვალი და დახვდა ეს რუბრიკა მე ვარ ბედნიერი შენი და არ ვიცი ეხლა არ მახსოვს ზუსტად რა ვთქვი, როგორ გამოვხატე, მაგრამ ვიცი რომ უზომოდ მადლიერი და განხარებული და ბედნიერესი ვიყავი და ეხლა ზეუნები ამას კიდევ ერთხელ მადლობა და 1000 შემიძლია გითხრა მადლობა, იმიტომ რომ მართლაც შევლებამდე ვიყავი განხარებული და ბედნიერი. პირველ რიგში საუკეთესო დასასწავლებს ძალიან ხელა. არ ვიცი ეხლა იქნება თვალაც და მახასიათი არ ვიცი ნახევარ მაინც ვიქნები. დიდი ხანები ესპანეთს ახალი დაწყებული იყო ეს რუბრიკა და ჩემთვის რაღაც გასაოცარი იყო, იმიტომ რომ სულ არ მომდე არაბისგან არაფერს შეკებას ამას უბრალოდ ჩემი ცხოვრების ფიქრობდი რომ მაშინ გადამჭენილი და ფიქრობდი რომ მე ჩემს თანხა დამშვენებული წარსულიყავი როცა მომიწევდა ეს დრო და შევძენით ვარ არ ვიცი რამდენად ალბათ ეს ყველაფერი მე გამოვიდა და უსაყვარლესი ადამიანები, ჩემი უახლოესი მეგობრები, მეორე ოჯახი, რომელმაც გადამარჩინა, ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ის ჩემთან ერთად, აი როიტყვიან მარჯვენა ხელი და ერთგული მეგობარიც არის, შვილობილიც არის და რა ვიცი და ყველასი და ცდილობდი ყოველ შემთხვევისთვის და ნათია ისეთ დროს გავიცანი, კეთი ჭიკლაცი და კეთი ახლა საფრანგეთში არის და მე ალბათ გაიგებს მას ნახავს ყველაფერს. მიჭირის კლუბ ხელოვნებამ დააკავშირა ერთმანეთს და აი ნათია ისეთ კარგაზე მოვიდა ჩვენთან შეხვედრაზე როცა მოვიდა და უბრალოდ რომ თავის ხელოვნება ესწავლებია და აღმოჩნდა რომ ჩემი გოგოები უკვე რაღაც დასაწყისში იყვნენ ძალიან კარგი რაღაცა ეს უმიჭერესი ხელოვნებით და არ ვიცი მე თუ შეიძლება თქვა ვარ ბედნიერი იმით რომ მე აი ცხოვრება შევძელი მე ვარ მადლობელი შენით რომ შენ ეს თქვი ერთ-ერთი ჩურდარი დედა და ჩემი უახლოესი მეგობარი მისმენს და მიყურებს და მის სახეზე ყველაფერს უკითხულობდა მანაც ჩემსავეთ ვაჟკაცურად შეძლო არაფერს არ მომიტანდა ის რომ მე ფოთხა და მაგას კაცები მეკეთებია და არ ვიცი მადლობელი ვარ უფლისა მადლობელი ვარ წმინდა ეკლესიის რომლის მონაზვნად ჩებულას ექვსმეტი წელიწადი სადავე შევიდეთ სადაც ჩემი შვილი იყო დაკრძალული და არ ვიცი სიკეთის გადასხვა სამკვლელი არაფერი და ორმესი მადლობა რომ შენეს გააკეთე და ნამდვილად ბედნიერება მიემიჯა ყველას მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით მე მართლა ბედნიერი ვარ თქვენით უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ნათიას რომ პატივი დამდო და ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი
და მეცხრა. მადლიერება ყველაზე დიდი რამ არის ცხოვრებაში და მე მადლიერი ვარ ყველა თქვენგანით და განსაკუთრებით შენით. მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოთ და უდიდესი სითბო და სიყვარული ყველა თქვენგანს ჩემგან. იმიტომ რომ შენ უყვარს რა ქალაქს, აფასებს ეს ქალაქი, ატიფსებს, იმიტომ რომ შენ ანალიზებს შენ საქმიანობას შენ აი ორგანიზატორები და რომ მოიწევს მოხდა და ახლა შენ შეცდომას პრობლემა. დიდი მადლობა ყველას და თქვენ. ეს ციგნი არ არის უბრალოდ ჩემთვის ციგნი, იმიტომ რომ უსაყვარლესი ადამიანები არიან აქ ჩემი თუნდაც ინსტიტუტის მეგობრები, თანამშრომლები, ლექტორები, ასევე მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორი, ჩემი უსაყვარლესი პოეტები და ჩემი თოჯინების თეატრის თანამშრომლები. ასე რომ ფაქტურად დიდი ოჯახებითაა და ჩვენ ხშირად ვერხდებით ერთმანეთს და ეს ბედნიერება მაინც არის, რომ ამ წიგნში მაინც ვხვდებით ერთად. რადგან მადლობა და ყველაზე დიდი ბედნიერება არის ის კიდევ როცა ფიქრობ, რომ რაღაც მისია შეასრულებ, კავს გვერდით ისეთი ახალგაზრდა თაობა, რომელიც შემეჯობია როგორც მასწავლებლად. რატო იცი რა მომენტია? აი ცხოვრებაში ხო არის რაღაც ისეთი გამორჩეული შტრიხები, ხო? ესე იგი, ჩემ და შენ ურთიერთობაზე ხა ბევრს არ გავაგზავნე, ძალიან მიმარხავს და მე არა ვარ გამონაკლისი, უბრალოდ ნათია გაკეთა ფაქტურად დოკუმენტური ფილმი ჩემზე მზის თეატრის სახელით, როცა ჩვენ ბაგრატზე ვიყავით ასრულებით და მის მერე გამოვიდით წმინდა გიორგის ეკლესიასთან. ხო მართალია და იქ ვართ ასრულებით და ნათია მეუბნება რომ პატრონოგურა, აი რაღაცა სხვა ურა, სხვა შემართებაა, სხვა სიყვარული. მართალია და თუმცა ნიჭიერისი ადამიანი ხარ, ფიქრობ ხარ მოქალაქე, პოეტეს შენი. რაღაცა ახალს რო ყოველდღე შენ ხარ შენივე ქალაქში ხო არა და ეს რომ გაახარებს. მე თქვა გახარებული გამყოფოს. ეს ეხლა მე უკინერიონიდან პირველში და მოგესალმებით, იმიტომ რომ სხვა განზომილებაა და სხვა სხვა. მეორე მუსიკალური სკოლა, შეიძლება რომ ეს სკოლა გაგაწერო რამდენი ხარო, ახლა აფსერას და მოხორცელი წავედი და ასე შემდეგ. რა ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია მოგესალმო. მე პირადად ამ დარბაზში, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მშობლიურია და საერთოდ განათლება აქ მეგობრები გავაგზავნე და ისე რომ კულტუროლოგია არ არის ზეპირი მოცემულობა რა, ამას საფუძვლებია ეს მოდის ბავშვობიდან და რა ვიცი, ეხლა ჩემი ბავშვობაცა აქ არის, მათი კაცობაცა, პედაგოგიური მოღვაწეობაცა და თითოეულ თქვენას რო გიყურებთ ადამიანურად მიხარით. მე კიდევ მადლობა ნათიას ამდენი ღონისძიებისთვის და მეც როგორც ხა ისე ჩემთანაც ასე რაღაც დაიწყო ჩვენი ერთ დღეს გავიღვიძე და როგორც ყველა ისე Facebook-ს მივადექ და ამოვარდა ჩემი სიტყვა. მე ვარ ბედნიერი, შენი ვიფიქრე ვინავა ბედნიერი და მართლა ვარ ბედნიერი და მადლობა უფასო. შენ ჩემი პატარა მეგობარი ხარ, შვილისწული მეგობარი ხარ და გაგვაბედნიერე ამერიკის და საზოგადოებამ მოჩააგე ამერიკის ციგში. ამერიკაში არის მადლობა. ის არის რომ ნათია კრუხივით როგორც კრუხი შეკრებს ციცილებს ისე შეკრება დღეს აქ. დღეს აქ ჩვენ უკვე გაათვიცნობიერა ფიზიკურად ის რაც სიტყვით თქვა. მე ვარ ბედნიერი შენით, რომელიც მოსწავლე და თაობა ახლა კიდე მისი შვილიც ჩემი მოსწავლეა. და ყველაზე მთავარი სიტყვა, არ ვიდოდა ბევრი მეთქოორიოდე სიტყვით გეტყვით ბატონებო, მაგრამ პირველი იყო სიტყვა. დღეს აქ სიტყვა მუშაობს და არა ცეკვა და სიმღერა. და ამ სიტყვის ძალით ვართ შეკონილი ერთ კონად უძლიერესი და საუკეთესო ადამიანები. ჩემი ქალაქის ელიტა, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ვერ გიცნოთ გზაში ბებებერმა, ძალიან გთხოვთ თქვენ თვითონ მომეფერეთ, ძალიან ვითხოვ მოფერებას. ასე ცოდნია ასაკს. გაგიმარჯოთ, დაგილოცავთ ამ დღეებს, თქვენ სიცოცხლეს, საჯანმრთელოდ, საბედნიერო და სასიკეთო. და მე არ მცხვენია იმ სიტყვების. და მე ამაყება და დამეთანხმებით რომ ერთხელ როცა სკოლაში მივდიოდი და ნათია იქედა იმ ხრიდან მოდიოდა მე უთხარი ნათო ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო დიახაც მან მართლაც გაამართლა ჩვენი იმედები და ის სიკეთე და სიყვარული არა მარტო დაჯდება სადმე თავისი თავისთვის რომ ის პოეტია და აქებენ და ეფერებიან არამედ სწორედ ამ პოეტური ნიჭით სხვებს გვეფერება სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს გვიბედნიერებს მოგესალმებით მოგილოცავთ ამდენ დღესასწაულებს
მე ბედნიერი ვარ მაშინ როცა ჩემს გული ყველა ბედნიერია მაგრამ მე დღეს ნახევრად ბედნიერი ვარ იმიტომ რომ აქ არ არის მანანა ჩემი მანანი ვარ ჩვენ ორივე ერთად გადავწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობა და მისი სურათის ხურება ჩემთვის ძალიან რთულია ის ჩემი მეორე ნაწილი ნათია მადლობა ფიქრობდი დღეს მოსულიყავი არ მოსულიყავ იმიტომ რომ ის ელოდა ძალიან და მადლობას გიხდი ნათია დღევანდელი საღამოსთვის და ასევე იმ წარსული წლებისათვის რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს ბედნიერება რა თქმა უნდა მოხდე ამ წიგნში რომელიც დარჩება ისტორიას და ამ შესანიშნავი თანაქალაქალების თუ სხვა ადამიანების გვერდით მეც ვარ დიდი მადლობა ყველას გისურვებ წარმატებას ჯანმრთელობას ბედნიერებას და მადლობა ნათია მე ვიცი რომ შენ უამრავ პროექტს აკეთებ ძალიან მოუსვენარი ადამიანი ძალიან მშრომელი მოფუსფუსა ფუტკარივით კიდევ ბევრ პროექტს გისურვებ და უამრავ წარმატებას დიდი მადლობა დღევანდელი დღესათვის და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ვეძახი სიკვდილს დაქანცულმა როგორ ვუმზი მათხოვრად შობილს და თათგუნულს ქვეყნად ღირსე როგორ თქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი უცი სულით ხატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება ბოროტს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება და უბიძოლა გათელილი უხეშად მკაცრად და ძლიერება უცნობებაზე მორჩილება და ხელოვნებას ბრძანებებით დაბუნია ენა ძალიან დიდი მადლობა რომ მარიამს ამხელა პატივი ერგო წილად რომ ასეთ ხალხში ასეთ საზოგადოებაში მოხდა ის მაგრამ მე მჯერა ვიცი რომ ის ეხლაც ნამდვილად აგრძელებს ძალიან კარგად მოღვაწეობას ამერიკაში და მგონი გაამართლებს იმ ნდობას რომელიც შენ მის მიმართ გამოიჩინე ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და იცი რა მინდა გითხრა თბილის სიტყვა ადამიანს მზესავით ათბოსო და მოდი გისურვებ რომ აი ეს გაგეგრძელებიოს და ბევრი ადამიანის გული გაგეთბოს არა მარტო მზესავ და რაც ყველაფერნაირად დიდი მადლობა ხალხო დიდი მადლობა ნათია ის და ეს იქნება დიდი საჩუქარი ჩემი მარიამისთვის იგი დედა გახდა უკვე ერთი კვირის პატარა ყავს და გაუგზავნა საჩუქრად და ეს იქნება დიდი საჩუქარი ნათია დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მე ვარ ბედნიერი თქვენით მე ვცხოვრობ კიდევ მოგწე შესაძლებლობა ასეთი კარგი საქმეები გაკეთება მშვიდობას და ფესტავალს უხმესი მადლობა გითხრა ნათია გულისთვის რომელიც ძალიან დიდ სიყვარულს იტევს შენში სიმღერა უფრო შემიძლია ვიდრე საუბარი და ამით გადაგიხდა მადლობა მაღალოცაო ცეო მიტაო მადლობელი ვარ ყველა ზაფხულის და გაზაფხულის ამოფერების და ამოფერების ნაზი ბგერების და სიმღერების მადლობელი ვარ ბედნიერებამ შეყვარა ჩვენ ერთად ამავე დროს დაგიდოცავთ კარგი დღეებს და მომავალ ნათლის ხებას გილოცავთ წინასწარ როდესაც ეს რუბრიკა ნახა ჩემმა დირექტორმა გამიგეთ მე არ ვქონა ნათელი და მითხრა ნათელა მეც ვარ ბედნიერი შენ
მინდა გისურვოთ ყოველივე სიკეთე, ბედნიერება თქვენს ოჯახებს. შეეხება ჩვენს ურისიებას, სულ მცირედია ადამიანის გასაბედნიერება, რომ გაგაბედნიეროს, მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ მცირეც კი არა, უზარმაზ და დიდ სიტყვის სიყვარულს, რომელიც მართლა რომ ადამიანს აბედნიერებს კი არა შეიძლება აგაფრინოს წაში, თუ კი ჩათვლი რომ ეს მართლა ბედნიერება ზოგიერთისთვის შეიძლება არაფერი არა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან. მეც მოულოდნელად თბილისში ვიყავი რამოდენიმე წლის უკან და უცბად ჩემი ძმა მეუბნება ვიღაცა შვილზე სტატია აქვს დაწერილი ახალი წელი იყო სხვათა შორის. სრულიად მოულოდნელად არც ველოდი და რა უნდა გამხარებოდა ჩემ ცხოვრებაში, ჩემი წარსული ცუდად მოგარიგებთ, სიხარულთან, ბედნიერებასთან ერთად თან დაგვდევს ჩვენ ტრამული ცხოვრება, მაგრამ ეს უკვე იქით რჩება და დამავიწყდა იმ წუთში ყველაფერი, წავიკითხე და რას ვკითხულობ. მე კრისტაიდან გაიგო, ქალბატონმა ნათია, მე რა უნდა გითხრა, ეს თქვენი ნაწერი მას გეცნობს, რომ უდიდესი სიტყვა და სიყვარული გამიგვითეული ადამიანის მიმართ და ჩვენ ბევრი ვართ, ეს ერთი ადამიანი გვერდება ყველას. ჩვენი პირველი გადაკვეთა ქალბატონ დარიჯანს ეკუთვნის ჩემს დედოფლს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემი დედა ჩემს გვერდით არ იყო იმ პერიოდში, როდესაც მან არა მარტო დედობა, ძალიან ჩემი პირველ აღზრდაში, ესე რომ ვთქვათ, და კარიერის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა და მის გუნდის წევრებმა ქალბატონ მაგული გეფერბიჩურიდან. მოთანამოზიარო ვარ თქვენი დიდი მწუხარების. პირველი გადაკვეთა მაშინ მოხდა და პირველი ბედნიერება როგორც დედას მაშინ მწვდა რომ ჩემი შვილი არის მის პირველ წიგნში გამოცემაში ხო ქართული ინგლისურენოვანი იმიტომ რომ ლექსებს წერდა მართლა ბედნიერებასთან ერთად ნიჭიც არის რომ ერთად მოუყავ თავი ამდენ ხელის გულზე სატარებელ საერებელ ადამიანს და ამ ეპოქაში, სადაც სიყვარული ასე ჭირს, სადაც მართლა დეპრესიულ ხანაში ვცხოვრობთ ჩვენ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა, მიყვარხარ, სიტყვა, ბედნიერება ჩვენ. აი, გააკეთო ასეთი ლამაზი სიყვარულის გზავნილი, ეს წიგნი არის, სიყვარულის გზავნილი სამყაროსადმი ასე ვთქვი და კუბიდონი დამოავლო საკუთარი სულის სიყვარულში და აი ის როლი დაარიგო ხუნჩაზე დალაგებული ეს სიყვარული. ეს არის ნიჭი, ეს არის ღირსება და მე ბედნიერი ვარ რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ჩვენ ვყავს გვერდით და მე მაგ ბედნიერი შევქცევი. დღეს აქ ვინც შეხვდით, ყველანი ვართ ბედნიერი შენით. ხო და მართლა ბედნიერები ვართ, მე ასე ვფიქრობ. ჩემ შვილიშვილებს თქო, შვილიშვილები მყავს, პატარები არიან და უთხარი რომ წიგნი გამოდის ბებო, სადაც ჩემი ფოტოც იქნება და ჩემზე საუბარი იქნება და რაღაცა თქო. ატეხენ ამბავი არა მე მაჩუქებებო, არა მეო და ისე გავიხარე, როცა გავიგერო რომ ნახე წიგნიც რომ ერთი მხრიდან ერთს დაუწერ ახლა საჩუქარს და მეორე მხრიდან მეორეს. ღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მე ბედნიერი ვარ რომ გავხდი ამ წიგნის მობინადრე, ესე რომ ვთქვათ და ყველა ვინც ვართ გვამრავლოს უფალმა, გილოცავთ ყველას ახალ წელს, ნათლისღებას მომავალი დღის, გაიხარეთ მომავალი გვიმრავლოს და ნათიასნაირი შვილები გვიმრავლოს საქართველოში. ესეც ასე მორჩა ნათია ჯიმშელეიშვილის საღამო, მორჩა ბედნიერი ადამიანის მიერ ბედნიერი ადამიანებისთვის ნაჩუქარი სითბო და სიხარული. ეს ერთდღიანი, თორე ნათია ამას ყოველთვის გააგრძელებს. ახლა მე უბრალოდ ბევრი საუბრის გარეშე თავს არ მოგაწყენთ, მინდა იმ ადამიანთა რაღაც მცირე ნაწილს გავესაუბრო, ვინც ნათიას ამ რუბრიკის სტუმარი იყო ამ 5 წლის განმავლობაში. მე რომ მქონდა ამისი
ბედნიერება ეს ნახეთ უკვე თქვენ სიუჟეტში. ახლა სხვებსაც ვკითხავ და ნახოთ აბა მათ როგორი განცდა ქონდათ. წიგნამდე ბევრად ადრე იყო 2022 წელს, როცა შემთხვევით აღმოვაჩინე Facebook გვერდზე ეს სტატია, გამაბედნიერა რა თქმა უნდა, მაგრამ მომცა мотиваციაც. კიდე უფრო მეტი ადამიანისთვის ვიყო ბედნიერების მომცემი სტიმული და ამან რაღაცნაირად მომიწესრიგა ბევრი რამ შინაგანად. იმიტომ რომ ეს რაღაც ადამიანური ვალდებულებაა ჩვენი და ფიქრობ რომ ძალიან მაგარი პროექტია და ამ პროექტში მონაწილეების გაბევრებას მოვისურვები პირველ რიგში. ნათი არის ადამიანი, რომელსაც მივანიჭებდი ასეთ სტატუსს ბედნიერების მეცნიერებათა დოქტორი. არაჩვეულებრივი საღამო იყო, სიყვარული, სიკეთით სავსე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გუთხრა ნათიას ამ დიდი გულის მოსიარულე სიკეთე გოგოა ის ჩვენი და ყველა რუბრიკა რასაც ის აკეთებს არის სიკეთით სავსე ყოველთვის. ეს მაინც განსხვავებული იყო, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი გაერთია და ამ წიგნში რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი დღეს ამ გაცივებულ სამყაროში, რომ ადამიანები ერთმანეთს ეფერებიან სიკეთით, სიყვარულით და ამდენ თბილ სიტყვას ამბობენ ისინი ერთმანეთზე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გუთხრა ნათიას რომ აღმოაჩინა ამდენ ადამიანში ეს სიკეთეები და ასე გაგვაბედნიერა და დარბაზი იყო ღიმილით, სიყვარულით, სიკეთის ცრემლით სავსე და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ და გვიყვარხარ ნათია, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის შესანიშნავი წიგნი, ძალიან ჭკვიანური, კარგად გააზრებული და რაც მთავარია, მისი ავტორ-შემდგენელი კარგად იცნობს თითოეულ ადამიანს, ვინც შეიტანა ამ წიგნში, იმიტომ რომ ნათი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, გამოცდილი, გულიანი, პოეტია სულით, მარტო პროფესიით და კი არა, ეგაა და ამიტომ ასეთი მიდგომა, ასეთი დამოკიდებულება ახარებს ადამიანს და რა თქმა უნდა, ადამიანურად ბედნიერი ვარ, რომ მე თვითონაც ამ წიგნში მოხვდი. იმასაც ვიტყვი სხვადასხვა რომ თვითონ ეს დარბაზი, თვითონ ეს გარემო ჩემთვის არის ძალიან მშობლიური, იმიტომ რომ მეორე სამუსიკო სკოლა მაქვს თვითონ დამთავრებული და წეგან ნათიასაც მეუბნებოდი, ამ გარემოში განსაკუთრებით სასიხარულოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის ყველაფრის დანახვა, გააზრება და მე მინდა თითოეულ მათგანს შეტანილია წიგნში და საერთოდ ბევრი ადამიანი აქ შეტანილი არა მარტო ქუთაისიდან, მიულოცო დიდი სიყვარულით, ახალი წლებია, აგერ ახლა მოდის ნათლი ღება და ეს მართლა ზეიმია, მართლა შემართება, დამეთანხმება ყველა ვინც აქ ბრძანდება და ეს არის დიდი სიყვარული, ეს არის დიდი ნიჭი, დიდი შემართება და ღმერთთან მოგვიშალოს ეს ნიჭი ჩვენ ქართველებს. პირველი ემოცია იყო რა თქმა უნდა გაოგნება, გაოცება, შემდეგ ბედნიერების შეგრძნება, იმიტომ რომ ამ რუბრიკაში მოხვედ რა ვფიქრობ, არ არის მარტივი. ადამიანებს ბედნიერებას როცა არნიჭებ, ეს უკვე ბედნიერებაა. მადლობა ნათიას დღევანდელი დღისთვის, იმ შრომისთვის, დაუღალავი შრომისთვის, რაც მან ამ ყველაფერში ჩადო. მადლობა შენ, მიყვარხარ და მე ვარ ბედნიერი შენით. მე და ნათია ჯიმშელეიშვილმა თურქეთელი ქართველებიდან გავიცანით ერთმანეთი. ნათიას ბევრი არაჩვეულებრივი და ძალიან კარგი პროექტი აქვს და აი ერთ-ერთი ეს პროექტი მე ვარ ბედნიერი შენი წიგნით როცა გამაცნო, აი მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე მერგო პატივი აი ამ წიგნში შევსულიყავი. დიდი მადლობა მას აი ასეთი კარგი და კეთილი პროექტებისთვის. როდესაც პირველად დაიბეჭდა ეს და მითხრეს მე რომ აი წაიკითხე შენ შესახებ რა წერიაო, აღთვალებული დავრჩი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი მძიმე წლებიდან მოვდივარ და ეს ასეთი სიყვარულის გამოვლინება იყო ძალიან დიდი ბედნიერება. მე ჩვენ მეგობრობთ ერთმანეთთან ძალიან გულთბილი გოგო არის, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ადამიანებისთვის, ვისაც მძიმე აქვს გავლილი ამას ჩემ შვილის ტრავმას ამბობ, ეს იყო ბედნიერება, რომ ამ გოგომ დაინახა ის სიყვარული და გაგრძნობია შენც. ეს არის ძალიან დიდი თვისება, რომელიც ამ ნათიას გააჩნია და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აღმოჩნდი ამ წიგნის მობინადრე. მადლობა ყველაფრისათვის. ემოციების გამეორება იყო, რაც მოხდა რამოდენიმე წლის უკან. ეს იყო პანდემიის პერიოდი და ის ნაცრისფერი პერიოდი მართლაც გამაბედნიერა და გამიფერადა. ნათია უნიჭერესი პოეტი არის, ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწევა, არის საზოგადო მოღვაწე, ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთში მცხოვრები ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობის აღდგენაში. უნიჭერესი გოგო არის და წარმატებას უსურვებ მის საქმიანობაში.
ძალიან ლამაზი და ბედნიერი დღე იყო. დღეს შედგა რუბრიკა მე ვარ ბედნიერი შენით წიგნად გამოცემულის პრეზენტაცია. მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ საზოგადოების, რომელიც ამ რუბრიკაში მოხვდა და შემდეგ დღევანდელ დღესაც ესწრებოდა და მინდა თითოეულს უთხრა, რომ მე ვარ ბედნიერი შენით. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს ის ადამიანები იმ ოფერებას, რომელიც გადავწყვიტე 2019 წლიდან მიმეძღვნა მათთვის. ეს ძვირფასი და საფერებელი სიტყვები და მე ვისურვებ, რომ სამყაროში არსებობდეს უფრო მეტი სიყვარული, ბედნიერება, რომელსაც გავცემთ უანგაროდ, დაურიდებლად და დილიდან დავიწყებთ სიყვარულით ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა ტელეკომპანია ვარსკვლავებს, რომ ჩვენი მხარდამჭერები ხართ, დღეს ჩვენს გვერდით ხართ და ეს წიგნი და ეს რუბრიკა აუცილებლად გაგრძელდება. და შედგა დღევანდელი საღამო, როგორიც გინოდა ისეთი გამოვიდა? ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, სხვათა შორის გამომდინარე იქედან, რომ სამთრის ცივი სუსხიანი დღე არის, არ ველოდებოდი ასეთ აქტივობას და მადლობა მინდა თითოეულ ადამიანს გადავუხადო, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ.